გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად დღეს ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ აღდგომიდან ამაღლებამდე. მამა კახაბერ, მოგესალმებით. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. მამა კახაბერ, გადავწყვიტეთ რომ ვისაუბროთ რა ხდება აღდგომიდან ამაღლებამდე. რამდენიმე მნიშვნელოვანი კვირა გვაქვს, რომელსაც თქვენ ჩემზე უკეთ ისაუბრებთ და ამიტომ აი ამას რომ მივყვეთ და თუ კი დროში ჩავეტევით, ამაღლებასაც რომ შევეხოთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი დღე არის ყველა მორწმუნესთვის. სიამოვნებით შევეცდები რომ თქვათ მოკლედ თითოეული კვირის შესახებ, მაგრამ სანამ გადავიდოდეთ ესე იგი აღდგომიდან ამაღლებამდე გასავლელ კვირეებზე, ჩვენ ახლა ამ პერიოდში ვიმყოფებით სწორედ, უნდა ვთქვათ იმ ლიტურგიკული სხვაობის შესახებაც, რომ აბსოლუტურად ყოველდღიური მსახურება საღდგომო მსახურების მსგავსია, ყველა საკითხავი ესე იგი აღდგომის ქებას შეიცავს და ამ პერიოდს ეწოდება ზატიკი. ეს სიტყვა ზატიკი, ეს სიტყვა აზატიდან მოდის, რაც თავისუფალს ნიშნავს. თავისუფალი დღეებია ქრისტემ გაგვათავისუფლა ჯოჯოხეთის ყრეობისაგან და შესაბამისად ესეთი სახელწოდებაც მას ამიტომ ქვია. ბუნებრივია ეს დღეები იწყება აღდგომის დღიდან და სრულდება ამაღლების დღით, როდესაც ქრისტე ხორციელად ამაღლდა ზეცად და ესიხილეს მოციქულებმა. თუმცა კი ამაღლებაზე ცოტა მოგვიანებით. პირველი რაც უნდა ვთქვათ, აქ კიდე აი ამ 40 დღიან პერიოდში განსხვავება არის ის, რომ ჩვენ პირველ კვირეულს აბსოლუტურად სხვანაირად ვზეიმობთ, რასაც ბრწყინვალე შვიდებულს უწოდებთ და ეს შემდგომი კვირა, ანუ პირველივე კვირა, აღდგომის შემდგომ არის ეგრეთ წოდებული თომას კვირა, რომელსაც ასევე კვირაცხოვლობას უწოდებთ ქართულად, ანტიპასხა ესე ქვია მას უცხო ენებზე, ასე მოიხსენიება. ანტი არ ნიშნავს საწინააღმდეგოს ყოველთვის, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. ანტი არის ნაცვალიც, ანუ აღდგომის სანაცვლო კვირა არის, შეიძლება ანუ ჩაენაცვლა აღდგომას, რომ აღდგომისავე სიხარული არ ჩაენაცვლა, არა იმ გაგებით ჩვენ ანტიქრისტეს რო ვამბობთ, რაღაცა ანტი ამ გამოვყავს რომ თითქოს რაღაცა ცუდი კონტექსტია და საწინააღმდეგო ანტიქრისტე ნამდვილად საწინააღმდეგო კონტექსტია, მაგრამ სინამდვილეში შინაარსობრივად ის ნამდვილად ასე იქნება, რომ ის ანტიქრისტე იქნება, ანუ ქრისტეს ნაცვალი იქნება, ჩაანაცვლებს ქრისტეს და ქრისტეს ჩვენ ვერავინ ვერ შეგვინაცვლებს, ვინც ვართ ჭეშმარიტი მორწმუნეები. ამიტომაც ეს ანტიპასხა, ანუ კვირაცხოვლობა გახლავთ იგივე თომას კვირიაკე, პირველი კვირა. ეხლა დავიწყოთ მოკლედ ამ კვირით ორიოდე სიტყვა ვთქვათ, რომ როგორი საოცარი მოვლენა აღესრულება. პირველივე დღეს აღდგომის, ესე იგი, კვირა დღე არის და იმ საღამოს, როდესაც ჩაკეტილები არიან მოციქულები, 10 მოციქულია ერთად, ნუ იუდა მათთან ერთად არ არის ბუნებრივია ვიცით რატომაც და არ არის თომა. მაცხოვარი შემოდის დახშულ კარში, პირველი რასაც ეუბნება რომ შვიდობა თქვენ და ამის შემდგომ, ესე იგი, მოციქულებს წარუდგენს თავს და მე ძალიან მოკლედ შევეცდები, იმიტომ რომ წინ კიდე ბევრი კვირა გვაქვს განსახილველი დრო რომ არ დავკარგოთ, ამიტომ მოკლედ ყვები და ძალიან უბრალო ენით ვცდილობ გადმოგცეთ ეს ყველაფერი. მოციქულები გაიხარებენ, ბუნებრივია, მაგრამ თომას, ოდესაც მოუყვებიან ამ ამბავს, ის ამბობს, რომ განამარტო სანამ არ დავინახავ, სანამ მისჭრილობაში თითს არ ჩავყოფ, მე იქამდე არ დავიჯერებ ამას. და ამის შემდგომ ჩვენ საკვირაო სახარებას ესე ვკითხულობთ, რომ ერთი კვირის თავზე კვლავ იგივე დახშულ კარში შემოდის მაცხოვარი და მიმართავს თომას. პირველი ოღონდ ასე იწყებს, რომ შვიდობა თქვენდა და მერე მიმართავს თომას, რომ მოდი და ესე იგი შეგიძლია ჩაყო თითები ჩემ ჭრილობაში. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ამ უძლიერესი ის არის თვითონ რაღაცა მოვლენა ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად შეიძლება გავიგონოთ სიტყვები ურწმუნო თომას შესახებ, რომ აი თომამ არ ირწმუნა და თომა ურწმუნოა, მაგრამ სინამდვილეში მე გეტყვით, ეხლა თომას სარწმუნოება როგორია. და მერე ჩვენი საკუთარი თავები შევაფასოთ. ჩვენც ხომ გვითხოვია რაღაცა ღმერთისთვის და რაც იმ წუთში გინდა, რომ რაღაცა ხა თითქოს იმასავით არის, ასე მივეჩვიეთ ჩვენი თანამედროვე ცხოვრება, ასეთ რეჟიმში გვამყოფებს, რომ შევედი და პური რომ მინდა, პური მომაწოდეს, სამაგიეროდ მე ჩემი ბარათი დავადე იქ აპარატს და პური წამოვიღე და ასე ყველაფერი იმ წამსვე გვისურვებდა. მერთან ურთიერთობაც ასე გვინდა. ეს ასე არ იყო. ადრე მინდა გითხრათ ადამიანებში და ადამიანები აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებდნენ. მათ შეეძლოთ მოთმინება, მათ შეეძლოთ ლოდინი. ჩვენ ესა დღეს აღარ შეგვიძლია, იმიტომ რომ ეხლა როგორ ამ წუთში ბარათს ვადებ და ამ წუთში პური მაგ და როგორ ეხლა ღმერთს თუ უთხარი, იმანაც იმ წუთშივე უნდა შემისრულოს. თქვენ ნახეთ, აბა თომას სარწმუნოება ერთი კვირის განმავლობაში რასაკეთებს თომა, როგორ გონიათ? რატომ არ წამოწდა არასდროს რომ რას მატყუებთ, აბა სად არის?
ორ შაბათს რატო არ თქვა, სამ შაბათს, ოთხ შაბათს, ნუ პარასკევს რაღაცა როგორ არა მოეწურა იმედი და როგორ არ უთხრა მოციქულებს რომ თქვენ რაღაცა მოგეჩვენათ. ეს არ იყო ეთყობა რეალობა, 10-ვე მერთად რაღაცა ერთნარი სიზმარი ნახეთ და ეხა გინდათ ამ მსგავსი რამე თომას არ უთქვამს. მაგრამ საათად ხო შეეპარა ეჭვი. ის მოთმინებით ელოდება იმას, რაც ითხოვა. თომამ ეს ითხოვა, თომას ეს ნიშნის მოგებით კი არ უთქვამს რომ მე სანამ ამ ჭრილობაში თიცარჩავ. არა, თომასთვის არის ეს სათხოვნელი რომ თუ კი მართლა აღდგა მაცხოვარი და ეჩვენა მოციქულებს, მასაც უნდა რომ ეჩვენოს. იმანაც უნდა რომ ნახოს და ამიტომაც ამბობს ამ სიტყვებს რომ მე თვითონაც მინდა ვნახო. მე თვითონაც მინდა გავიხარო ამ დიდი სიხარულით, რომელიც მაცხოვრის აღდგომის შედეგად ნახა როგორ იყვნენ გახარებული სხვა მოციქულები. ამიტომაც ივანე ოქროპირი ბრძანებს ერთ ადგილას რომ ადიდებს თომა მოციქულის ურწმუნოებას და ესეთ რამეს ეუბნება რომ დიდება თომა შენს ურწმუნოებას რომელმაც მე მორწმუნე გამხადაო. და მართლაც ასე არის თომა მოციქულმა შემდგომ უნდა იქადაგოს ისეთ ქვეყნებში მაგალითად ინდოეთში იქადაგებდა თომა მოციქული. ეხლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ მოციქული რომ მიდიოდეს სადმე საქადაგებლად და ეჭვები კონდეს თუ სრული დარწმუნება უნდა კონდეს. მე თქვენ რაღაცას რო გიყვებით და მე თვითონ თუ ამაში ეჭვი მეპარება, ვერაფრით ვერ დაგაჯერებთ თქვენ ამ სიმართლეში, მაგრამ საკმარისია რომ მე თვითონ მჯეროდეს და მწამდეს, ძალიან ადვილად შევძლებ ამის, თუნდაც ჩემი ემოციით, თუნდაც ჩემი განწყობით, თუნდაც ჩემი რაღაცნაირად შეიძლება არ ვიყო განსწავლული და არ მქონდეს თქვა დიდი განათლება და ესე იგი გონება განათებული, მაგრამ განწყობითაც კი მიხვდებით თუ როგორ მწამს მე თვითონ ის, რასაც ვლაპარაკობ. ამიტომაც თომა, რომელიც ინდოეთში უნდა ჩავიდეს, სადაც არსმენიათ საერთოდ ამის შესახებ ქრისტეს აღდგომაზე და ჯვარცმაზე კი არა და საერთოდ სამყაროს შექმნის შესახებ აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა აქვს და არც მოცეს სჯულს იცნობენ და არც გამომხსნელის მოლოდინში არ არიან და უცბად ეხა უნდა ჩახვიდეთ და ეს ყველაფერი მოუყვე ამ ადამიანებს და დააჯერო და დაარწმუნო ამ ყოველივეში. როგორ შეძლებდა ამას თომა, თუ თვითონ არ იქნებოდა ამაში სრულად დარწმუნებული. ამიტომაც, როდესაც მაცხოვარი თომას ეუბნება, რომ ნეტარ ხარ თომა, რომ იხილე და გწამს, მაგრამ ნეტარ არიან, რომელთაც არ უხილავ და რწმენეს, ეს აბსოლუტურად ყველა ადამიანზეა. მათ შორის ჩვენზე არის საუბარი, რომლებსაც არ გვიხილავს, იმიტომ რომ 21 საუკუნის წინ მომხდარ მოვლენას, ჩვენ სარწმუნოებით უყვებით დღეს და გვჯერა და გვწამს, რომ ეს ამბავი ზუსტად ასე იყო, როგორც სახარებაში წერია. ამ სარწმუნოების გამო ნეტარ გვყოფს ჩვენ ქრისტე ღმერთი. აი ეს არის ნამდვილი რწმენა დაფუძნებული აი კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიայի ჩემი, რომელსაც პეტრე მოციქულს ეუბნება, არა პიროვნებას, არამედ ამ აღიარებას, ადამიანის მიერ აღიარებულ ქრისტე ღმერთის განკაცებას და მის კუდრეთით აღდგომას. ეს არის სარწმუნოების საძირკველი, რომელზე დაშენებულ სარწმუნოებასაც ვერანაირი ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან. სხვა დანარჩენი აბსოლუტურად ქარისაგან მიმოფანტვის, ესე იგი, შანსი აქვს აბსოლუტურად ყველაფერს, იმიტომ რომ სახლი, რომელიც ყარ საძირკველზე არ დგას, რა თქმა უნდა, ისევ სახარებისეული გავს გავიხსენებ, მოვარდება წყალი თუ ამოვარდება ქარი თუ იქნება მიწისძვრა, ნებისმიერ რამეს შეუძლია დაანგრიოს. მყარი საფუძველზე დაფუძნებულია სახლი, რომელსაც ესე იგი ვერც ერთი სტიქია ვერ შეეხება უდიერად. ეს რაც შეეხება თომას კვირას ძალიან მოკლედ რაც მინდოდა მეთქვი. შემდეგი კვირა ყოველთვის ტრადიციულად ესე არის კალენდრულად აწყობილი, რომ არის მენელსაცხებლე დედათა ხსენება. ეს გახლავთ მე პირადად ჩემთვის ისეთი რაღაცა საოცარი მოვლენაა და ყოველთვის ამას ვეუბნები ხოლმე რომ ქალბატონებს მინდათ რომ მოგილოცოთ მეთქი ეს დღე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან პრინციპული ქალბატონების დღე. რომლებმაც ასეთი რამ გადაწყვიტეს, რომ პირველები გაქცეულიყვნენ საფლავზე, იმიტომ რომ პარასკევი დღე იყო, როდესაც გარდამოხსნეს მაცხოვარი ჯვრიდან, პარასკევი როდესაც ღამდება, მათთვის უკვე შაბათი იწყება. სხვათა შორის ჩვენი ლიტურგიკული პრაქტიკაც ესე არის აწყობილი, რომ აი შაბათის მწუხრს როდესაც ლოცულობთ, კვირის საკითხავები იკითხება, იმიტომ რომ ეს ახალი დღის დასაწყისია. ლიტურგიკამ ეს შემოინახა, მაგრამ ჩვენ საერო ცხოვრებაში მოგეხსენება 12-დან 12-მდე არის დღე და მერე ახალი დღე იწყება. აქ მწუხრის დასაწყისით, ესე იგი, მწუხრის დაწყებით ვიწყებთ ჩვენ ახალ დღეს. ამიტომაც ბუნებრივია შაბათის გათენებისგან არაფრის კეთება არ შეიძლება და ელოდებიან შაბათის დაღამებას და როგორც კი ცისკარი შემოვა, დღე ერთ შაბათისა, ანუ კვირა დღეს ჩვენ რასაც უწოდებთ, ერთ შაბათი ერქვა მას, გარბიან პირველნი აი ამ საფლავზე. ამ დროს მოციქულები სად არიან? ჩაკეტილები არიან და დიდი ურდული უდევთ კარზე და ეს სულ ღიმილის მომგვრელია ხოლმე ეს ფაქტი, იმიტომ რომ ეს არის ისეთი დიდი
იმ სხვაობის მაჩვენებელი დღევანდელ დღეს ამ თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულად ძალიან მოდურია თემა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის შესახებ და თითქოს ქრისტიანობა რაღაცნაირად აკნინებს. პირიქით, ეს ასე არ არის. ქალისა და მამაკაცის თანასწორობას ქრისტიანობა რომ აღიარებდა, პირველ საუკუნეები იყო ჯერ კიდევ და იქამდეც სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამბობდნენ, რომ ცხონებაში არც ქალს და არც მამაკაცს არავითარი უპირატესობა არ აქვს. ცხონება შეუძლია ერთსაც და მეორესაც. მაგრამ ის რომ ისინი სხვაობენ ბუნებითად, თუნდაც აი ამ პატარა ამბიდან ჩანს, იმიტომ რომ მამაკაცი ყოველთვის რაციონალურად მოაზროვნეა. რაც მას განასხვავებს დედაკაცისგან. ამ შემთხვევაში გამართლება უფრო მეტად ამ ქალების აქციელს ქონდა, კი აღმოჩნდა სინამდვილეში ესე. იმიტომ რომ მამაკაცი ყოველთვის დაждდება და დაიწყებს ფიქრს, ძალთა შეფასებას დაიწყებს. და ასეც იქცევიან მოციქულები, ხა ფიქრობენ რომ მათი მოძღვარი შეიპყრეს, აწამეს, მოკლეს, მათ უკეთესი რა შეიძლება ელოდეთ, ეხა გარეთ რო გამოვიდეთ და გვიცნონ, ჩვენც იგივე ამიტომ ეხა ჯარი მათხარესაა, სახელმწიფო მათხარესაა, სასამართლო მათხარესაა, იმიტომ რომ ამათმა ყველამ ერთად გამოუტანეს განაჩენი მათ მოძღვარს და ჩვენც იგივეს და ჩვენი ძალებით მათ ვერ დაუპირისპირდებით. ქალს ერთად ფიქრობს ამას. ქალი არასდროს არაფასებს რაღაცა ძალთა, აი თქვა შვილი ყავს დასაცავი, ან საყვარელ ადამიანს უნდა გადაეფაროს. როგორ ფიქრობთ, ეხლა ის დაждდება და დაიწყებს რომ მე ეხლა იმას ვერ მოვერევი და ამიტომ ჩემ შულს აუცილებლად არ აინტერესებს საერთოდ მოერევა თუ არ მოერევა. საერთოდ ამისი ფიქრი არ მოსდის თავში. აი ეს არის ძალიან დიდი განსხვავება, ბუნებითი განსხვავება არის ეს. მათი მოაზროვნეობაც კი აბსოლუტურად სხვადასხვანაირია. მაგრამ არაფითარ შემთხვევაში ეს არ აკნინებს ქალს. პირიქით, ძალიან დიდ სიმაღლეზე ამყოფებს რომ ეს მისი აზროვნების ასეთი სტილი და მამაკაცის აზროვნების ეს ორი ქმნის ერთმთლიანობას, რომელიც არის ამ ერთობლიობაში ძალიან ძვირფასი სანახავი და როგორც მაცხოვარი, როგორც ბიბლიაში წერია შექმნათა წიგნში, დაბადების წიგნში, რომ ნახა ღმერთმა რომ კეთილი მშვენიერ პირველი დღე მე ყოველი დღე ასე მთავრდება რომ ყველაფერი რასაც ქმნიდა იყო კეთილი და მშვენიერი. და ასეთივე კეთილი და მშვენიერია ამურის ერთობა, იმიტომ რომ ცოლს და ქმარს მოგეხსენებათ ორნი აღარ ეწოდებათ, ისინი ერთნი არიან და ამ შესაბამისობაში, ამ ერთობაში ქმნიან ასეთ სილამაზეს. ამიტომაც ნენელსაცხებლე დედების ეს განსაკუთრებულობა, ეს თავდადება ის რომ მოციქულები გარეთ ვერ გამოდიან და ესენი პირველივე გარბიან ჯერ ის ნელსაცხებელი რომ იყიდონ და მერე რომ მათი საყვარელი მოძღვარი იქ უპატიოთ არის დასვენებული და უნდა რომ აი აბსოლუტურად ყველანაირი პატივი მიაგონ თუ კი რამ შეუძლიათ ამ ქვეყნიური გაუკეთონ ისევე როგორც ციცოცხლეში ემსახურებოდნენ ეხა გადაწყვიტეს რომ სიკვდილის მერეც ემსახურონ და პირველი ხარება ვინც მიიღებს ესენი არიან ნელსაცხებლე დედები იმიტომ რომ ანგელოზი რომელიც დახვდება საფლავზე კიდევ ერთი იქ ძალიან საინტერესო ამბავია რომ საფლავზე გარბიან და მერე ფიქრობენ რომ აი იქ რო დიდი ლოდიან ნეტა იმას ვერ გადაგვიგორებს ხომ შეიძლება რომ ჯერ ეს მოაგვარო ეს საკითხი და ვიღაცა და იქ კაცებს თხოვონ წამოდით იქნებ არა გარბიან აი ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ისინი ამ დაბრკოლებას არ უშინდებიან და როდესაც ადამიანი დაბრკოლებას არ უშინდება და ღმერთისკენ ესე მიდის, მას ეს ლოდი გადაგორებული ხდება, ისევე როგორც დედებს გადაგორებული დახვდათ ეს ლოდი და არ დასჭირდათ წვალება და დიდი ფიქრი იმისთვის, როგორ მორეოდნენ აი ამ უზარმაზარ ლოდს, ლოდი გადაგორებულია და სიტყვები ანგელოზისა, რომელიც ესმათ, რომ მკვდართათან არ ეძიებთ მას, ცოცხალია აღდგა და წადით და ახარეთ მოციქულებს და იქედან გამოსულებს თვითონ მაცხოვარი ეგებება და მათ შორის იმართება დიალოგი. აი ეს გახლავთ ნენელსაცხებლე დედების შესახებ რაც მინდოდა ძალიან მოკლედ მეთქვა, თუმცა კი ჩვენ თითოეულ კვირაზე რომ დავსხდეთ, თითო გადაცემა შეიძლება არც ამას არ ეყოს, იმდენად ფართო და მრავალწახნაგოვანია ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი შეიძლება იყოს სათქმელი. შემდეგი კვირა ეწოდება ესეთი დასახელება აქვს, მას განღვეულის კვირა და მისი შინაარსი გახლავთ ესეთი რომ ადამიანი რომელიც ესე იგი დამბლადაცემული იყო და გადაადგილება არ შეეძლო 38 წლის განმავლობაში თავის სარეცელზე იწვა და ელოდებოდა ასეთი სასწაული ხდებოდა წელიწადში ერთხელ ეს არის წყალსაცავი იერუსალიმში ერთ-ერთი წყალსაცავი სადაც ანგელოზიო წლითო ფრთას ჩაყოფთაო და აღამღვრევდაო ასე წერია სახარებაში და ვინც პირველი ჩავიდოდა იკურნებოდაო და მაცხოვარი მოდის და ამ ადამიანს ეკითხება რომ გინდა განიკურნო ჯერ ხო საინტერესო შეკითხვაა ხო 38 წელი კაცი რო წევს და რა თქმა უნდა მაგისტრის არის რომ განიკურნოს მაგრამ აქაც
ჩვენ უნდა დავინახოთ აუცილებლად მაცხოვრის მიერ ეს შეკითხვა იმას კი არ ნიშნავს რომ მან არ იცის უნდა თუ არა განიკურნოს. ესეც კი ისეთი მოფრთხილებაა და მოფერებაა რომ შენ გინდა ადამიანო შენ რაღაცა გინდა გეკითხება, იმიტომ რომ ის არ ძალადობს არავითარ შემთხვევაში. გინდა თუ არა შემიყვარე ან ეხლა ჩემი სიყვარული უნდა იგრძნო. არა, შენ უნდა გინდოდეს ეს ყველაფერი. გინდა განიკურნო, ისიც ეუბნება მინდა, მაგრამ არავინ არ მყავს, რომ ვინმე მიმიყვანოს და წყალში ჩამაგდოს. ეხლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ 38 წლის განმავლობაში კაცი იტანჯება ამ დაავადებით წევს ერთ ადგილას, ბუნებრივია ალბათ სამოწყალოთა აქვს საქმე და ვიღაცები მოდიან რომ მოწყალებისთვის საჭმელი აჭამონ თორე სხვაგვარად ის ვერ იცოცხლებდა, მაგრამ გადაადგილება რადგანაც არ შეუძლია, წყლამდე ვერ მიდის რომ ჩახტეს აი ამ წყალში, სადაც კურნებას მიიღებს. ყველაზე დიდი უბედურება რაც შეიძლება ადამიანს თავს დაატყდეს ეს არის მარტოობა. აი ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ ხოლმე ადამიანებს, ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს. ეხლა ვინმე წარმოიდგინოს რომ სადღაცას აღმოჩნდეს სრულიად მარტო. თქვათ სიბნელეშია თუ რაღაცა შიშია იმყოფება, იმიტომ რომ მარტოა და როგორც კი გაიგებს ვინმე ადამიანის ხმას. როგორი ნუგეშია მისთვის. ამ მარტოობაში რომ მიხვდება რომ მარტო აღარ არის და ვიღაცის ხმა გაიგო. და ეხლა წარმოიდგინეთ რომ ის ადამიანი შეიძლება პირიქით ისევ შენი საშველი იყოს, იქეთ ჭირდებოდეს იმას შენი ნუგეში, იქეთ ჭირდებოდეს შენი მოვლა და პატრონობა, მაგრამ მისი ხმა რომ გესმის და მარტო რომ აღარ ხარ, როგორი სიხარულის მომგვრელია ეს. ჩვენ ამ კუთხით არასდროს არ ვფიქრობთ, იმიტომ რომ რაც გვაქვს, ძალიან ხშირად ასე გონია რომ ეს ისედაც ასე უნდა იყოს. ანუ დილა რო გათენდა, ეს ხო უნდა გათენებულიყო ეხლა. ჩემთვის თუ უნდა გათენებულიყო, ამას აღარ ვფიქრობ. საზოგადოება, რომელიც ირგვლივ მახვევია, ვიღაცას ვიტყვი რომ კარგია და ვიღაცაზე რომ ვიტყვი რომ ცუდია, ამასაც არ ვაფასებს. მადლობელი არა ვარ, არც ამ კარგის და არც იმ ცუდის. იმის მადლობელიც უნდა ვიყო, იმიტომ რომ ყველა რაღაცას გაჩვენებს, დოჩანაშვილისა არ იყოს. ყველამ რაღაცა მასწავლაო, თქვათ, იქ მადლიერმა ადამიანმა მადლიერება და უმადურმა უმადურობა, როგორ არ უნდა იყო უმადური. აქედან გამომდინარე, ამ კაცის უბედურება ის კი არ არის რომ საწოლზე წევს. ამ კაცის უბედურება ეს სიმარტოვეა. ამ კაცის უბედურება ეს მიტოვებულებაა და ამ მიტოვებულობის ესე იგი გამოხსნის სიმბოლოა ის რომ ქრისტე მოვიდა და ეუბნება გინდა განიკურნო. და არავინ არ მყავს რო ეუბნება, არავინ არ ყავდა, სამყაროს არ ყავდა გამოხსნელი, რომელიც სოდვის ტყვეობისგან გამოიხსნიდა. სამყაროს მოევლინა ისეთი წმინდანები, როგორიც იყო აბრაამი, მოსე, ნოე, რა ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალო, იოანე წინასწარმეტყველი, ნათლისმცემელი. მაგრამ ესენი არ არიან ის პიროვნებები, რომელთაც შეუძლიათ რომ ადამიანი იხსნას ამ მარტოობისგან. ადამიანი იხსნას ამ წყდიადისგან და სინათლეში გამოიყვანოს. ამიტომაც ქრისტეა მაცხოვარია, სწორედ ყდრეთით აღდგომილი მაცხოვარია ის, რომელსაც ეს შეუძლია. და ყოველგვარი წყალში ჩაგდების გარეშე. პირდაპირ ეუბნება, რომ ადექი აიღე შენი ცხედარი და წახდი. და მართლაც წამოდგება ეს ადამიანი, აიღებს თავის ცხედარს და წავა, თუმცა კი ეს ახარება მაინც ისე სრულდება, რომ თლაც ახარბიელო ამბავი ვერ ხდება. დაიწყებენ გამოძიებას, რომ ეს სახანშაბათი დღე იყო, ვინ განკურნა ის და ეს ადამიანი იტყვის, რომ ჯერ არ ვიციო. მერე ქრისტე შეხვდება და ეტყვის, რომ თუ გინდა რომ ესე იგი კარგად იყო და აღარ სწოდო და იგივე არ დაგემართებაო და ეს ადამიანი გაიქცევა და იტყვის, რომ აი ის იყო, რომელმაც მე განკურნა შაბათს და კიდევ უფრო ცუდი გარდამოცემა არსებობს, არ ვიცი ხა ეს გარდამოცემა უბრალოდ ეკლესიაში არსებობს, რომ სახეში ვინც გაარტყა მაცხოვარს, სწორედ ეს ადამიანი იყო ჯვარცმის წინ, როდესაც მას სახეში სილა გააწნეს. დავანებოთ თავი ეს ადამიანი იყო თუ არ იყო, მაგრამ ის რაც ახარებაში წერია, ნამდვილად ვიცით, რომ მან თქვა, რომ ეს ადამიანი იყო და ეს კვლავ გავს ჩვენს მდგომარეობას. ეს არ არის მაშინ მომხდარი ამბავი, მე ხშირად ვამბობ ხოლმე ეს, რომ თითქოს მაშინ მოხდა და მე აღარ მეორ. ჩვენ ცხოვრებაში ასეა. აღდგომის სიხარულითაც გავიხალეთ. ურწმუნოებამ შემოგვეპარა და მაცხოვარმა თავისი თავი გვაჩვენა, რომ დავრწმუნებულიყავით თომასავით. იქ რაღაცა მენელსაცხებლე დედების სახით ვიღაცამ გაგვახარა და ჩვენში კვლავ განახლდა თითქოს აღდგომის სიხარული. იქ რაღაცა ხვდები რომ განკურნებული ხარ, გამოხსნილი ხარ, მაგრამ კვლავ შეიძლება დაუბრუნდე ცოდვას ადამიანი. ამიტომაც ეს რაღაცა თითქოს ესე ციკლივით არის, რომელიც მეორდება, მაგრამ ამ ციკლში შენ ადგილს იპოვი და გაიმეორებ თუ არა, გაიმეორებ ამ ცოდვას. ჩაიდენ თუ არა ამ ცოდვას ქრისტეს გაყიდვისა. იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდვა ქრისტეს უარყოფაა. ნებისმიერი ცოდვის
ესე იგი აღსრულება ადამიანის მხრივ არის სწორედ ის თითის გაშვერა, რომ აი ეს არის ცუდი კაცი, რომელმაც ესე იგი შაბათს მე განკურნა 38 წლის დავარდნილი. ანუ ჯოჯოხეთის წყევებიდან გამომიხსნა და მიუხედავად ამისა, მადლიერებისა მე კვლავ თიც გავიშვერ მისკენ. ასე რომ ესეთი გახლავთ შემდგომი კვირა, საკმაო ხანი მომიწია შეჩერება მასზე საუბრისას. იმედია ჩვენ დრო კიდე დაგვრჩა, იმიტომ რომ შემდეგ კვირა არის სამარიტელის კვირა და კიდევ ერთი კვირა გვაქვს ამაღლებამდე, ეს არის ბრმის განკურნების კვირა. ეხლა რაც შეეხება სამარიტელ დედაკაცს. აქაც მოკლედ შევეცდები მოგახსენოთ, თუმცა კი სახარება საკმაოდ ვრცელია და იშვიათი სახარება მინდა გითხრათ სამარიტელთან. სულ რამდენიმე დიალოგია მაცხოვრის აღწერილი და ყოველთვის მოკლედ. თუ არის აღწერილი, მაგალითად ნიკოდიმოსთან საუბარია აღწერილი. მაგალითად რაღაცა შეკითხვით რომ მოდიან და მაცხოვარი პასუხს აძლევს, შეიძლება ასეთი რამ იყოს სახარებაში აღწერილი, მაგრამ სამარიტელ დედაკაცთან საუბარი გამონაკლისია. ისინი სხედან ჭასთან და საუბრობენ. კითხვა პასუხი არის. და ძალიან საინტერესო ამბავი ხდება, რომ ეს ქალი მთელ სამყაროს შეიძლება ისევე როგორც ახლა ჩამოთვლილი სახარებები, რა ვთქვით, განასახიერებს სამყაროს. გითხარით თომა როგორც და მენელსაცხებლე დედები და ის დავრდომილი როგორც განასახიერებს, ეს ქალბატონიც ასე განასახიერებს შეიძლება ითქვას მთელ სამყაროს. იმიტომ რომ ამ საუბარში ის გაარკვევს, რომ მაცხოვარი წინასწარმეტყვია. ჯერ ასე გონია, რომ წინასწარმეტყველია და ეს საუბარი წყალი დამალევია და შენ როგორ სამარიტელი დედაკაცისგან წყალს როგორ ითხოვ, ისინი ურთიერთობაში არ შედიოდნენ ებრაელებთან, უბრალოდ ებრაელები არ შედიოდნენ, გამარჯვებას არ ეუბნებოდნენ სამარიტელებს. და მოკლედ, როდესაც მიხვდება, რომ რაღაცა საწინასწარმეტყველო ნიჭი აქვს, ისეთ რაღაცებს ეუბნება და მიხვდება რითი. რომ ეტყვის, რომ თუ გინდაო მე დაგალევინო ეს ცოცხლის წყალი მაცხოვარი ეუბნება, წადი და შენს ქმარს დაუძახეო. და არ მყავსო ქმარიო. ხო, და იქ მართალს მეუბნებიოთ რა, იმიტომ რომ 5 ქმარი ყავდაო და ეხლა რომელიც ყავსო, ის ნამდვილად არ არის შენი ქმარი. და მაშინ აღმოაჩენს, რომ ამ კაცმა ესე იგი მისი წარსული, მისი ცხოვრება იცის და ფიქრობს, რომ წინასწარმეტყველია. რატომ განასახიერებს ეს ქალი, მოკლედ, შეიძლება ითქვას თელ სამყაროს? იმიტომ რომ ადამიანი არის ბედნიერების ძიებაში ისევე როგორც ეს ქალი. ეს ქალი იმიტომ კი არ თხოვდებოდა, რომ უქმროდ ყოფნა არ შეეძლო, ბედნიერებას ეძებდა. ბედნიერების ძიებაში მან გამოიცვალა 5 ქმარი და მე-6, რომელიც ყავდა, ვერც მასთან ვერ იპოვა ეს ბედნიერება. ასე არის სამყაროს ისტორია, მინდა გითხრათ რა, რომ გამუდმებულად ეძებს, რაც დაკარგა მან, აი მას ეძებს. მთელი ეს პროცესი გამუდმებული ძიებაა, დაკარგული სამოთხისა. და აი ამ ძიებაში ადამიანი ძალიან ხშირად ბევრ შეცდომას ჩადის, იმიტომ რომ არასწორი გზით მიდის. აი საძიებო რაღაცა ორიენტირს სხვაგან იმაშვება, მონიშნავს ხოლმე და მე მიემართება იმისკენ და რაღაცნაირად აერევა გონება, აერევა გზაკვალი, ამიტომ რომ ჩათვალეთ, რომ ეს ერთი ქმარია, ეხლა შეცვალა გეზი, ეხლა წავიდა მე კიდე მიხვდა, რომ შეეშალა და ეს მეორე ქმარი, აი ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეხლა რომ გამოთქმაც არის ეს ქალური ბედნიერება, ეძებდა ამ ქალურ ბედნიერებას, ეძებდა ალბათ რაღაცა სიყვარულს, რომელიც ესე იგი ძალიან რომანტიულად ჟღერდა და ვერ იპოვა ვერაფერი. სამაგიეროდ იპოვა მან მაცხოვართან ურთიერთობაში, მაცხოვართან საუბარში და მაცხოვარმა მას განუმარტა ისეთი რამ, რასაც სხვაგანა ვერც ერთ ქადაგებაში ჩვენ სახარებაში ვერ ვპოვლობთ. თუნდაც ტაძრის მნიშვნელობის შესახებ, სულის მნიშვნელობის შესახებ, როგორი უნდა იყოს, სად უნდა ლოცულობდეს და როგორ უნდა ლოცულობდეს ადამიანი, ამის შესახებაც კი არის ამ სახარებაში საუბარი და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახარებაა, რომელიც იკითხება აღდგომიდან ესე მეოთხე კვირა გახლავთ ეს სამარიტელის კვირა და მე ვფიქრობ, რომ აი ეს რომ ბედნიერების ძიებაში შეიძლება ადამიანი უშვებდა შეცდომას და მან ბედნიერება იპოვა მაშინ, როდესაც მაცხოვარი გაიცნო, მე ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად შეესაბამება კაცობრიობის ისტორიას და ნამდვილად ასე იყო კაცობრიობის ისტორიაში, სანამ არ იპოვეს მათ მაცხოვარი მხსნელი იესო ქრისტე. და დღევანდელ დღესაც ასე შეიძლება იყოს ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ არ უპოვია და არ მისულა ამ სარწმუნოებამდე და არ განათებულა მისი გული და არ ავსებულა მისი გული ამ სიხარულით, რომელიც სიხარულიც ამ ქალბატონმა იგრძნო და სხვათა შორის ის მერე ცნობილი მქადაგებელი გახდა და მისი სახელიც გარდამოცემით არის შემორჩენილი, რომას ერქვა ფოტინე. ფოტინე ქართულად რო გადავთარგმნოთ, იქნება ალბათ ნათელა. ანუ სინათლე, რაღაც ესეთი ნათია, ნათელა, რაღაც ესეთი სახელი, ალბათ უფრო შეესაბამება, იმიტომ რომ სინათლეს ნიშნავს ეს სიტყვა.
შემდგომი კვირა გახლავთ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ბრმის თვალის სახელის კვირა. ეს ამბავი იწყება ესე რომ ტაძრის შესასვლელთან ერთი ბრმა იჯდა, რომელზედაც მოციქულები შეეკითხებიან მაცხოვარს, რომ ვინც ცოდა ამან თუ ამისმა წინაპრებმა რომ ეს ბრმა დაიბადა. იმიტომ რომ მაშინ ძალიან გავრცელებული იყო ეს. აი, ეს კითხვა დღესაც არსებობს ხოლმე, რომ რაღაცის გამო რო ისჯება ადამიანი, აი რატომ დაისაჯა, იქნება ამის წინაპრებმა სწოდეს და აი საინტერესო აღნიშვნა გააკეთეთ. კი, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელია, ესე იგი აქტუალური კითხვა, მაშინაც იყო ეს კითხვები, იმიტომ რომ მაშინ ესე ითვლება. მაშინ ორგვარი რამ შეიძლება ყოფილიყო სწავლება ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადამიანის სული მის დაბადებამდე არსებობდა, იყო ესეთი სწავლება და თითქოს ამ სულმა იქ შესწოდა, სადაც არსებობდა და ამიტომაც აქ იბადებოდა უკვე რაღაცა ნაკლით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სიბრმავე ან სხვა რაიმე ნაკლოვანება სხეულისა. მაგრამ ეს სწავლება უარყოფილია და რა თქმა უნდა დაგმობილია მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მსგავსი რამ არ არსებობს ადამიანის სხეული და სული ერთდროულად იქმნება ჩასახვისთანავე მას ეძლევა მას სული და ის ჩვეულებრივი ადამიანია ჩასახვის წამიდან შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანში მისი გარეგნული სხეული ესე არ გამოიყურებოდეს და რაღაცნაირად განვითარებას განიცდიდეს მერე დედის წიაღში და მერე რო იბადება კიდევ უფრო უმაგრდება ძვლები და ასე შემდგომ იზრდება მაგრამ სული მას ჩასახვის წამიდანვე აქვს და იქამდე არ არსებობდა ეს სული შექმნილია მის სხეულთან ერთად რა თქმა უნდა როგორც კი სიცოცხლე გაჩნდა დაიბადა ესე იგი ახალი ადამიანი არ დაიბადა არა ის რომ ფიზიკურად დავინახეთ არამედ ჩასახვის წამიდან ასეთია მართლმადიდებლური სწავლება მაცხოვრის პირდაპირ ასე პასუხობს რომ არც ამან სწოდაო და არც ამისმა წინაპრებმა არ სწოდესო არამედ რათა ღვთის დიდება განცხადდეს რომელ დიდებაზე არის საუბარი რომელი დიდება უნდა გაცხადებულიყო მაცხოვარმა უკვე მკვდარიც აღადგინა მაგრამ ყველაფერ ამას ადამიანები ძალიან ხშირად კრიტიკული თვალით უყურებენ ხო იცით აი კი აღადგინა მკვდარი ხომ იცით რაღაც ესე ყოფილა ჩვენს თანამედროვეში მომხდარა რომ კი არ მომხდარა კაცო თურმე რაღაცა კლინიკურ სიკვდილს დაარქვენ რაღაც ძალიან ხშირად არის ხო რაღაც ისე სასწაულებრივ განკურნებაზე და მე გამოცხადება ნახა და მე ყვებიან ხო რაღაცა სასწაული კურნებაც გვინახავს თქო თუ ვიღაცამ მამა გაბრიელის ზეთი იწყო და საოპერაციო ადამიანს ოპერაცია აღარ დასჭირდა და ეს დაიწყება ეს ფსიქოლოგიური განწყობა რომელიც ადამიანში შეიძლება ესეთ ცვლილებებს იწოდეს ну მოკლედ ასეა თუ ისე ეს ყველაფერი მაშინაც იყო და ბუნებრივია რომელ დიდებაზე იყო საუბარი არსებობს გარდამოცემა რომ ეს ადამიანი ბრმა კი არ იყო ანუ თვალის დაზიანება კი არ ქონდა. თვალები არ ქონდა. აი ახლა გამახსენე. ანუ რომ წარმოიდგინოთ ასეთი რამ რომ ლოყა და შუბლი შეერთებული იყო, აი აქ ამოჭრილიც კი არ ყოფილა არაფერი. და მაცხოვარი აკეთებს ასეთ რამეს. დაანერწყავს მიწას, მოზელს თიხას და დაადებს იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს თვალები. და ეუბნება რომ ეხა წადი და დაიბანე სილოამის საბანელში, რომელიც ითარგმნება მოვლინებულად. მოვლინებული ვინ ვისელოდებოდნენ ვინ უნდა მოვლენილიყო გამომხსნელი მაცხოვარი წავა დაიბანს თვალებს და მას ჩვეულებრივი თვალები აქვს ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ცივილიზაციის რაღაცა ისეთ საფეხურზე ვიმყოფებით 21 საუკუნეში რომ ყველაფერი გამოიგონეს მე მგონი და წინ კიდე რა გველოდება არ ვიცით თვალს ვერ იგონებენ იცით აი თვალის შექმნა აი ადამიანის ხო გადანერგვა შეიძლება ხდებოდეს ვიღაცა დონორმა დონორს მისცეს თქვა და მაგრამ აი რომ თვალი შეუქმნან ადამიანს ისევე როგორც შეიძლება რაღაცა ორგანო უკვე შექმნან ისეთი რაღაცა მატერიით რაღაცა ნედლეული აიღონ მოკლედ და შექმნან ქსოვილი მაგალითად რომელ ქსოვილსაც ჩააკერებენ ადამიანს და რაღაცა გარკვეულ და ესე იგი ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში თვალის შექმნა აბსოლუტურად შეუძლებელია რომ რაღაცნაირად მან შიგნით ესე იგი twins მიაწოდოს ინფორმაცია თუ რას ხედავს ადამიანი დღევანდელ დღესაც ეს ჯერჯერობით შეუძლებელია მომავალში რა იქნება ვერ გეტყვით და მაცხოვარი აღასრულებს სწორედ აი ამ დიდებას აი ამ სასწაულს რომ ის შექმნის ამ თვალებს და დაანახებს საზოგადოებას რომ ის არის თვითონ შემოქმედი შემქმნელი სრულად ადამიანის იმიტომ რომ ვისაც შეუძლია რომ თვალი შექმნას მას რა თქმა უნდა შეუძლია რომ ადამიანი შექმნას და აქედან გამომდინარე ესეც რაღაცა გარკვეული მთელი ჩვენი სამყაროს ისტორია კვლავ ისევე როგორც წინა ჩამოთვლილი სახარებები და რატომ აი ეს სიბრმავე ქონდა საზოგადოებას და მაცხოვარმა მოგცა ჩვენ ეს თვალები რომ დაგვენახა ეს ყველაფერი ისევე როგორც ერთ ადგილას ძალიან მიყვარს ეს გახლავთ მე-17 თავი იოანეს სახარებისა და მე თუ არ მეშლება ეს უნდა იყოს 26-ე მოხული სადაც მაცხოვარი ამბობს ასეთ რამეს რომ
და გამოვუცხადე მათ მე შენი სახელი. ანუ ჩვენზე წერს, მოციქულებზე და მე ყველა მორწმუნეზე წერს, რომ გამოვუცხადე მათ შენი სახელი. ისე აი ამ თვალების მოცემასთან დაკავშირებით შეიძლება იგივე ითქვას. რა სახელი გამოგვიცხადა ჩვენ ქრისტემ? ღმერთის სახელი. ძველ აღთქმაში არის უამრავი სახელი, მათ შორის იწყება ბერეშით ბარა ელოჰიმ, აი პირველი სახელი რაც გაისმება ღმერთთან მიმართებაში არის ელოჰიმ. შემდეგ სახელს ნახავთ იახვე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში იყოს, იქ სავაოთ, ადონაი, იქ ელშადაი, ყველას აქვს თავისი მნიშვნელობა. ერთი სახელით არ იწოდება ღმერთი, იმიტომ რომ ერთი სახელით არ იყოს შემოფარგლული მისი საზღვრები, რომ ადამიანმა თავის გონებით არ შემოსაზღვროს. ის ამ სახელებით იწოდება, იმიტომ რომ ყველა წინასწარმეტყველს რომელი სახელითაც ეცხადებოდა, ფაქტიურად ეს სახელი უმჟღავნებდა წინასწარმეტყველს შემდგომი მოქმედების ასპარეზს. ანუ რა უნდა მოემოქმედებინა მას. თუ ელოჰიმ იქნებოდა, მას უნდა ემოქმედა როგორც მსაჯულს, იმიტომ რომ ელოჰიმი ითარგმნება როგორც მსაჯული. თუ იახვეს სახელით იქნებოდა, მაშინ უნდა ემოქმედა როგორც მოწყალეს. თუ სავაოთ იქნებოდა, უნდა ემოქმედა როგორც მებრძოლს. თუ ესე იგი ელშადაი იქნებოდა, უნდა ემოქმედა როგორც ყოვლის მყრობელის, ესე იგი მსახურს, ყოვლის მყრობელს ნიშნავს. პანტოკრატორს ესე ითარგმნება ბერძნულად, პანტოკრატორი უფრო ცნობილი სახელია, ხატი მაცხოვარი რომ ტახტზე დაბრძანებული, მას უწოდებთ ჩვენ პანტოკრატორს, როგორც ყოვლის მყრობელს. და აქ უცბად მაცხოვარი ამბობს, რომ გამოვუცხადე მათ მე შენი სახელი. და სადმე ვინმე გვეტყვის სახარებაში, სადმე თქვა, რომ ასე ქვია ღმერთო? არა, მაგრამ სად გამოგვიცხადა, იცით, როდესაც გვასწავლა ლოცვა. როგორ იწყება ლოცვა? მიმართვით იწყება და როგორ მიმართავთ? მამაო ჩვენო. მან გამოგვიცხადა სახელი, რომელიც არ იყო გაცხადებული. მან გამოგვიცხადა სახელი, რომლითაც უნდა აი ესეთი თვალები, რომელიც არ გქონდა აქამდე, აი ეს თვალები უნდა მოგეცეს, ეხლა მაცხოვარი გაძლევს, შენ უნდა იყო ოღონდ თანახმა, რომ წახვიდე და ამ სილოამის საბანელში უნდა დაიბანო ეს, რომ ნამდვილად დაინახო ის ყველაფერი, რასაც მაცხოვარი, რომელ დიდებაზეც გელაპარაკება, რომ არც ამან და არც ამის წინაპარმა, რომ გაცხადდეს დიდება და ეს დიდება გაცხადდება სწორედ ამით, რომ შენ დაიბან ამ სილოამის, პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა, ეს სიმბოლოა ყველაფერი და გაცხადდება შენთვის ის სახელი, რომელიც არის მამა და გააცნობიერებ ღმერთი ვინ ყოფილა შენთვის და ამ ყველაფერს არა მარტო დაინახავ და მოისმენ და შეიგრძნობ, არამედ ისეთი სრული განცდით იქნება ეს და სისავსით იქნება ყველაფერი შენში, რომ ეს იქნება ნამდვილად ის კლდე, რომელზედაც არის დაფუძნებული სარწმუნოება და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. მამა კახაბერ, ხაი ყურში მატყობინებენ, რომ ჩვენი დრო ამოიწურა, ასე ვთქვათ, და მე თავში კიდევ ამაღლების თემა მაქვს და ამას ვეღარ მოვაცებთ, იმიტომ რომ მე აუცილებლად მინდა რომ ერთი შეკითხვა კიდევ დავსვა ათეისტის შეკითხვის მაგიერ, ჩემი შეკითხვა მინდა გავაჟღერო და იმ საზოგადოების, რომელიც აღშფოთებულია, ბოლო დღეებია, ალბათ თქვენს გაქვთ ინფორმაცია იმ სპექტაკლის შესახებ, რასაც ასე ვთქვათ, გვხვდება რომ არის ჭეშმარიტი და ნამდვილი ხელოვნება. არ დავასახელებ რეჟისორის სახელს და კვარს, იმიტომ რომ საზოგადოებამ იხილა ეს ტელეეკრანებზეც და ძალიან ცუდი სპექტაკლია რა ამონარიდიც ვიხილეთ, თუმცა თავიდან ბოლომდე მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ იმ მონაკვეთებშიც გაცხადებულია ის, რაც ჩვენ აღვიქვით როგორც შეურაცხყოფა. აი ამაზე ძალიან მოკლედ თქვენი კომენტარი მინდა როგორ უნდა შეეგუოს საზოგადოება ვთქვათ იმ შეურაცხყოფას, რაც ამ სპექტაკლით თითოეულ ჩვენგანს მოეყენა, იმიტომ რომ შეურაცხყვეს ჩვენი რელიგიური გრძნობები. დიახ. უპირველეს ყოვლისა ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ეს წმინდა წერილის სიტყვებია, რასაც მოგახსენებთ, რომ ღმერთს ვერავინ ვერ შეურაცხყოფს. ყველამ შეიძლება შეურაცხყოს საკუთარი თავი რაღაც გარკვეული ქმედებით და ღმერთს ვერავინ ვერ შეურაცხყოფს, იმიტომ რომ შენი ნებისმიერი მოქმედება, თქვათ, თუ სიკეთეა ეს, ღმერთს არაფერს არ შემატებს და თუ ბოროტებას ჩაიდენ, არც არაფერი არ დააკლდება ღმერთს, მაგრამ შენ ნამდვილად რაღაცას შეიძენ სიკეთით და ნამდვილად ბევრი დაგაკლდება, თუ რაღაცა ადამიანი ბოროტებას გადაწყვეტს. ეცე რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოვლენას, მე მას ასე შევაფასებდი, რომ ყველა ადამიანი რასაც აკეთებს, განსაკუთრებით ეს ხელოვნება შეიძლება ეხებოდეს, მაგრამ ნებისმიერი რამ ავიღოთ, თუნდაც რაღაცა პირობითი, საყოფა ცხოვრება, რასაც აკეთებს, თავისი მომავლისთვის აკეთებს.
ამ მომავალში არ გულისხმობ აუცილებლად თავმავლობას. გულისხმობ საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ ხვალ მინდა კარგ სახლში ვიცხოვრო და ამიტომ კარგ სახლს ვაშენებ. ხო მართალია? ხვალ მინდა რომ კარგი წიგნი წავიკითხო და კარგი წიგნის შესაძენად რაღაცა ფულს ვაგროვებ თუ ან უკვე ესე იგი ნაყიდი მაქვს და კითხვას ვიწყებ რა მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მომავლისთვის კეთდება ეს ყველაფერი. და ეს მომავლისთვის გაკეთებული, ჩემთვის გაკეთებული თუ ჩემი შთამომავლობისთვის გაკეთებული, უნდა რჩებოდეს იგი იმიტომ რომ იმ კარგ სახლში სადაც მე ვიცხოვრე, მე თუ ჩემი შვილი გააგრძელებს ცხოვრებას, ისიც კმაყოფილი იქნება და ეს ერთგვარი მისიონერობაც კი არის. მე სხვათა შორის ასეთ რამეს წავაწყდი. ერთ-ერთ მღვდელმთავარს ჰქონდა პატარა სკამი, რომელზედაც მითხრა რომ ეს სკამი 150 წლის წინ გაკეთებულიაო, პაპაჩემის რაღაც ესე მოკლედ მე-6 თაობის წინ გაკეთებული იყო და ესო ჩემთვისო მისიონერობაო, ჯერჯერობით მისი ხელით გაკეთებულიაო და მისი ხელი რო არის შენახები ზედო ეს მეამაყებაო და მეორე ეს სკამი იცით როგორი სკამი იყო? ხო არ გონიათ რომ ვიტრინაში დასადებ. მოქმედი სკამი იყო, ადამიანები ხდებოდნენ ჩვეულებრივად და მიუხედავად თავისი ასაკისა, ძალიან გამძლე და მტკიცე იყო. ამიტომაც რასაც აკეთებს ადამიანი, რაღაცა მომავლისთვის აკეთებს. რატომ დავიწყე ახლა ეს საუბარი რომ რას ემსახურება ის, რაც ამ ადამიანმა გააკეთა? ეს ხომ არის, თქვათ, შეიძლება თქვათ ასეთი რამ, რომ შენ ვერ იტანდე, არ გიყვარდეს ვინმე პიროვნება, მაგალითად მე არ გიყვარდე. მე არ დაგაძალებ არავითარ შემთხვევაში რომ შემიყვარე მეთქი. მაგრამ თუ მოხვალ და შეურაცხყოფას მომაყენებ, ამ შემთხვევაში მოხვალ და თქვათ შემაგინებ, არ გიყვარ ვარ, მოხვედი და შემაგინე. შენ ვინ გამოდიხარ ამ დროს? შენ საქციელს რა ქვია ამ დროს? გავიგე რომ არ გიყვარ ვარ. მაგრამ რომ მოხვედი და შეურაცხყავი, ხომ ხარ მოძალადე? ნუ თანამედროვე სამოქალაქო ენაზე ხულიგანი ვთქვათ. ამის გამო შენ გეკუთვნის თუ არა ციხეში ჩაჯდომა, იმიტომ რომ შეურაცხყავი. იმიტომ რომ იხულიგნე და ჩემზე იძალადე. ეხლა იგივე გადავიტანოთ თქვათ რელიგიურ გზნობებზე. შეიძლება არ მოგწონდეს მართლმადიდებლობა, მაგრამ შენი აზრი გამოთქვა თქვათ იმ კონტექსტში, რომელი კონტექსტიც შეურაცხყოფაზე არ გადავა. მე თქვათ შეიძლება ვთქვა რომ რაღაცა არ მომწონს, არ მომწონს მართლმადიდებლობა. დიდი ბოდიში მარიამ, მაგრამ თქვენ მართლმადიდებელი ხარ და მე არ მომწონს მართლმადიდებლობა. მაგრამ როგორც კი შეურაცხყოფაზე გადავალ მე მართლმადიდებლობისა, ეს იგივეა რომ მე პიროვნებას შეურაცხყოფ, იმიტომ რომ ჩემთვის საყვარელ და სათაყვანებელ ადამიანს თუ შეურაცხყოფ, ეს ხომ ჩემი შეურაცხყოფაა. შენ შეიძლება არ მოგწონდეს, ახლა ხშირია ხოლმე კამათი ვიღაცა პიროვნებებზე ესე დაობენა. ვინმეს გაკერპება ნამდვილად არ შეიძლება. მათ შორის ღმერთიც კი ადამიანმა შეიძლება კერპად გაიხადოს თავისი არასწორი მსახურების დროს. მაგრამ როგორც კი გადადიხარ შეურაცხყოფაზე, ეს უკვე საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. აი მაგალითისთვის ხო ვამბობ, რომ ვიღაცისთვის შეიძლება სტალინი იყოს ძალიან დიდი პიროვნება და ახლა უახლოეს ხანებში კიდე რომელიღაცა პოლიტიკური ლიდერი. მას თავისი აზრი აქვს და ის იცავს თავისას, მოსწონს ბატონო სტალინი, უყვარდეს, რა პრობლემაა? მაგრამ მე რომ მივალ და შეუგინებ იმ სტალინს და ის რომ მოვა და გამლახავს და ამას რომ გაუთავებელი დაპირისპირება მოყვება, რა ჩავდე მე ჩემს მომავალში? რა გავაკეთე ჩემი მომავლისთვის? ჩავდე ნაღმი, რომელი ნაღმით სადაფეთქდება მე არ ვიცი. ეს იმცით რას ნიშნავს, რომ აი შუაგულ მინდორში ასე უმეთვალყურეოში ჩავდე ნაღმი და არ მაინტერესებს ვინ აფეთქდება ამ ნაღმზე, როდის აფეთქდება და რანაირად, ბავშვი იქნება დიდი, პატარა თუ მოხუცი. არ მაინტერესებს და არ მადარდებს. ეს სწორედ ამისი ნიშანია, იმიტომ რომ მე გავაკეთე ახლა ისეთი რამ, რომ აი რაღაცა ვთქვათ, შეურაცხყავი ვიღაცის რელიგიური გზნობები, ამის გამო შეიძლება ისეთი სამოქალაქო დაპირისპირება დაჩნდეს, რომ გაჩნდეს, რომ ძალადობა ვერ ალაგმოს და პოლიციის ჩარევა გახდეს საჭირო. ეს ნაღმი ერთია. მეორე ნაღმი ის არის, რომ ჩემი გონების დაბინძურება ხდება, რომელსაც ხა ალალი გულით რაღაცა ჩავრთე და მოვისმინე, როგორ აგინებს ვიღაცა მართლმადიდებლობის სიწმინდეს და ღმერთს, უშუალოდ ღმერთზე არის ეს მიმართული ეს გინება და იქ მე რაღაც მე წავიკითხეს და თქვენ კონტექსტიდან ამოკვეთილი წაიკითხეთ და სრულად კაცო კონტექსტიდან ამოკვეთილზე ვლაპარაკობ მეც ახლა ამ წუთში რომ ვიღაცამ შეაგინა ყოვლადწმინდა სამებას და ყოვლადწმინდა სამება ჩემი სათაყვანებელი ღმერთია და ახლა როგორ ფიქრობთ მან არ შეურაცხყო ჩემი რელიგიური გრძნობები არ ვუყვარ ვარ მე მოვიდა და შემაგინა არის ხულიგნა მან ჩემზე არ ესეც აქცელი არ ჩაიდინა ამიტომაც რა თქმა უნდა ეკლესია
არავის არ მოიკვეთს და არავის არ ესე იგი გადააგდებს ესე იმათ უმოწყალოდ და არ ეტყვის რომ შენ ესე იგი დღეიდან კარგად იყავი, უბრალოდ ეკლესია ყოველთვის ელოდება, ისევე როგორც ღმერთი ელოდება ადამიანის სინანულს. ამიტომაც ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღეს, ვინც ამას იცავენ კბილებით მათ შორის, რომ აუცილებლად ესე იგი კარგი სპექტაკლია და სწორად იყო შეფასებული რაღაცა თითქოს ეს შეგინებაც სწორად ფასდება მათი მხრიდან. აუცილებლად ეს ადამიანები მიხვდებიან, გააცნობიერებენ იმას, რომ მათ გარკვეულწილად ჩვენზე იძალადეს ეხლა და ამ ძალადობის თანამონაწილეები არიან დამდგმელნიც, შემსრულებელნიც და მათი დამცველნიც. და როგორ ეხა ჩვენ პირიქით ისე გვიგრძალავენ რომ რაღაცა ნუ ძალადობ ჩვენზე და გადაგვაყოლეს რაღაცა რამდენიმე ფაქტს, რომელიც მოხდა ჩვენ და სამწუხაროდ. რამდენიმე სასულიერო პირის მხრიდან იყო თქვათ რაღაცა ან სიტყვიერად ან ფიზიკურად ვინმეს შეურაცხყოფა და ამას დღემდე გვიხსენებენ და ეხლა ჩვენ რო ვთქვათ რომ ნურს თქვენ იძალადებთ ჩვენზე ესეც კი დანაშაულად გვეთვლება თურმე რომ არ გვაქვს მისამოღების საერთოდ. მით უმეტეს მართლმადიდებულ ქვეყანაში, სადაც უმეტესობა არის ამ აღმსარებლობის ალბათ გაცილებით გულზე მოსახვედრია. ერთი ძალიან საინტერესო ამბავი გამახსენდა. არის ასეთი ამერიკული სკოლა თბილისში. და ამერიკული სკოლის გახსნაზე მიმიწვიეს. ამერიკელი იყო თვითონ ამ სკოლის დამფუძნებელი, საკმაოდ ასაკოვანი კაცი იყო. და ამ ამერიკულ სკოლაში რომ მიმიწვიეს, მე უნდა იქ პარაკლისი გადამეხადა ბავშვებთან რაღაც საჯარო ლექცია უნდა წამეკითხა. იქ რამდენიმე პედაგოგი გამოვიდა წინააღმდეგი, რომ რა მარტო მართლმადიდებელს ატოვიწევთო, სხვებიც მოვიწვიოთ. ეს ამერიკელი კაცი, რომელიც არ იყო მართლმადიდებელი, მან გასცა ასეთი პასუხი. მე ხლა საქართველოში ვარო, ამიტომ მოვიწევ მართლმადიდებელ მღვდელსო და იგივე სკოლას თუ გავაკეთებ თურქეთშიო, აუცილებლად მოვიწევ მოლასო. ეს მართალია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცივილიზებული მიდგომა. ამიტომაც შენ როდესაც იმყოფები ქვეყანაში, სადაც უმრავლესობა არის მართლმადიდებელი და ცდილობ მათი გრძნობების შეურაცხყოფას, ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ჩადებული, არა ის რომ კარგი სახლი მინდა ავიშენო და არა ის რომ რაღაცა, ეს არის ჩადებული ნაღმი, რომელ ნაღმზეც არ იცი ვინ აფეთქდება, შეიძლება შენ თვითონ აფეთქდე და ან სხვა აფეთქდეს და ისე დაზიანდეს და ისე ხელფეხის გარეშე და ინვალიდად დატოვა ადამიანი მთელი ცხოვრება, სულიერი თვალსაზრისით რა თქმა უნდა, რომ ამას სინანულმა კი არა რაღაცა სისხლის დაღვრა შეიძლება დასჭირდეს იმისთვის რომ შენ ეს გეპატიოს და შენ გადარჩე, თუმცა კი არავის არ სურს ეს და არავინ არ გისურვებს ამას, რომ ასეთ დღეში ჩავარდეს ადამიანი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად მათი მხრიდან უნდა იყოს სინანული, სულ ცოტა ბოდიში მაინც საზოგადოების წინაშე და ეკლესიის წინაშე, რომ მსგავს კრეხელობაში მონაწილეობა მიიღეს, რა სახითაც არ მონაწილეობდა, დადგა, უყურებდა და მოიწონა თუ რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ, ვფიქრობ, რომ გაუნათდებათ ადამიანებს გონება ჩვენ მაინც ამის გვჯეროდეს. ჩვენ იმედით ვართ ყოველთვის რომ ღმერთს ყველას გადარჩენა სურს. თქვენ არ იფიქროთ რომ არსებობს გამონაკლისი და ვინმეს გადარჩენა. ღმერთს სურს ყველას ცხონება. ყველას გადარჩენა. ამიტომ ჩვენ რა უფლება გვაქვს რომ თავარია ჩვენ შევინანოთ ჩვენი შესაძლებლობა. ჩვენ რა უფლება გვაქვს ახლა ვთქვათ ისევ გადარჩება, ის გადარჩება. შეიძლება სიცოცხლის უკანასკნელ წამში კონდეს მას რაღაცა ისეთი გამოვლინება რომ მაშინ ისევე როგორც ავაზაკს ჯვარზე. ამიტომაც ყველას გადარჩენა სურს, ღმერთი ყველას ელოდება ისევე როგორც უძღებ შვილს ელოდებოდა თავისი მამა და გამუდმებით იმ ხარეს იყურებოდა საიდანაც შეიძლებოდა მისი შვილი მოსულიყო, ასე არის ღმერთის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ასეთი დამოკიდებულება აქვს ეკლესიას აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ეკლესიის გარეთ დგას. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.